აი ამ ფისებს. ჩვენ ახლა რას აღმოვაჩენთ, იცით? თქვენ შეგიძლიათ ამ დაფას სურათი გადაუღოთ. ეს იყოს თქვენი პროგრამა, ესე რომ ვთქვათ. როგორი მეგობარიც გინდათ რომ გყავდეთ, ჯერ შეხედეთ, ჩვენ ვართ თუ არა ესე. მე რო ეხლა ამ დაფას უყურებ, გული მისდევ. ჩემზე რო ვფიქრობ. მე არა ვარ ესეთი მეგობარი. აი ხლა ამ თვისებებს რომ მე შორიდან შევხედო, მე არა ვარ ესეთი მეგობარი. მაგრამ მე ვცდილობ რომ ესეთი მეგობარი. ეს მითაი რაზე ლაპარაკობ. ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ რომ ასეთებია. თუ ადამიანი თავს იტყუებს რომ ასეთია, ის ვერ გახდება ასეთი. მაგრამ ჩვენ თუ აი პირუთუნელად მიუკერძოებლად შევხედავთ ჩვენს თავს და ბევრ რამეს აღმოვაჩენთ რომ აი მე ისიც მაკლია, ისიც მაკლია, ისიც. ეგ ცუდი კი არ არის, ეგ კარგია. ეგ ეგრე უნდა იყოს. ეგრე იქნება, სხვაგვარად არ იქნება. მაგრამ რო აღმოაჩენ რომ ეგრეა, შენ დაიწყებ რომ გახდე ისეთი, გახდე ყურადღებიანი, გახდე თამდაბალი, მზრუნველი, მოწყალე გახდე. ესმით აი და თუ დაიწყებ რომ ეგეთი გახდე, ნელ-ნელა მართლაც გახდე. ნელ-ნელა მართლაც გახდე. ოღონდ რითი გახდები, იცი? ეხლა ჩვენ თუ გვინდა რომ დაუშვათ ესა თუ ის მინდორი გავასუფთავოთ, რას ვაკეთებ? შენ დიდი ქვები რაც არის გამოვიტან, მერე ეკლები რაც არის, ბალახები, ზედმეტი რაღაცები, რომ იქ რაღაცა ხნული გავაკეთოთ და დავთეს. ჩვენი გულიც ესე. გულიდან უნდა გამოყარო რაღაცები, რაც არ მოგწონს შენს თავში. და ამას ყველაფერს გააკეთებ სწორედ იმ ახსარების მეშვეობით, იმიტომ რომ ახსარების დროს მოქმედებს სულიწმიდის მადლი. ადამიანი თავის თავს თვითონ კი ვერ განიცნობს. აი მაგალითად მე მინდა რომ გავხდე მიმტევებელი. ერთხელ მაწვენინა მოკლედ მოვითმინე, აი კბილებს ვახციალებ, არ მინდა არაფერი ვთქვა, ორჯერ სამჯერ და სადღაც ამოხეთქავს. ეგრე არ არის, ადამიანური ძალებით ვერ შეიკავებ იმას. ამოხეთქავს და რო ამოხეთქავს შეიძლება იმან უარესი გააკეთოს, ვიდრე იმ პატარ-პატარა რაღაცა გამოხდომი. ამიტომ რო არ ამოხეთქოს და გული რო განიწმინდოს, იქ ახსარება შედის. თუ ადამიანი გულწრფელად ნანობს და ამობს ახსარებას და აი ჩვენ თუ გინდა რომ ესეთი მეგობრულები გავხდეთ. მე ეს ესე რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული სტანდარტი სხვას კი არ უნდა დაუმიზნო, აბა შენ ხარ თუ არა ესეთი, ახლა შევამოწმო ადამიანები, რომ აბა მას დავუშვათ ვიღაცა გიორგის თუ აფთამს თუ მარიამს თუ აბა თუ აქვს ესეთი თვისებები, მაშინ დავიმეგობრებ. ეგეც ვერ იყო. დარჩები უმეგობრე. ეს თქვისთვის კი არ არის დამიზნებული. ეს ჩვენს თავს უნდა დავუმიზნო. მე ვარ თუ არა ესეთი, იგივე გიორგის მიმართ, ვახტანგის თუ მარიამის თუ ელენის თუ მედისმერის მიმართ. მე ვარ თუ არა ამ ადამიანის მიმართ ესეთი და თუ არა ვარ, მოდი ვეცდები რომ გავხდე. ანუ პირველი რაც უნდა აღმოაჩინო მას რომ ესეთი არ არის. თუ ეს ვერ აღმოაჩინე, მაშინ რაღაც არასწორი გზით მიდის. აი მაგალითად ახლა ჩვენ რომ დავუშვათ გორიდან მივდიოდეთ თბილისში. ცხეთა ხო უნდა გავიაროთ. ახლა ჩვენ თუ გორიდან თბილისში მივდივართ და აღმოვაჩინეთ რომ ტრაფარეთზე აწერია ხაშური, ესე იგი რაღაც სხვა მიმართულებით მივდივართ. ხო მართალია, თბილისში არ ჩაგვიყვანს ეგ გზა. იქ უნდა აღმოაჩინო რომ ცხეთა გამოჩნდება. რატო ვამბობ? თუ მეგობრობის და ზოგადად ქრისტიანობის გზაზე მიდიხარ და თუ არ აღმოაჩინე რომ აი ეს რაღაცები შენ გაკლია, ესე იგი რაღაც არასწორი გზით ვითარდება ჩვენი სულიერი მდგომარეობა. მეთანხმებით? ხოდაი ვეცადოთ რომ ჩვენ ყველას გვაქვს რაღაცა ნაკლები. რომ მეგობრებო არავინ არ გული არც არავინ გაიხეთქოს იმითი რომ აი მართლა ესეთი ყოფილა. ეგეთებია დაზიანებულები. ყველა მე ყველა ეგეთ დაზიანებული. ყველა იმ ცოდვილებია. მაგრამ ვერ ვაღიარებ. და არც არის საჭირო რომ ყველასთან აღიარო. მაგრამ ეს ჯერ ჩვენ თავთან უნდა ვაღიაროთ. მერე მოძღვართან უნდა ვაღიაროთ. ნახე ეს საინტერესო რამეს თან ცოტა საშიშ რაღაცას ამბობს წმინდა ივანე ოქროპირი. აი მეორედ მოსვლაზე რო ამბობდით. აი ახლა ჩვენი ცოდები ხო დაფარულია, ახლა ვიღაცამ რაღაცა შეგვამჩნია ეგ გასაგები, მაგრამ ჩვენს გულში რამდენი რამეა დაფარული ხო არავინ არ იცის და ნახე რას ამბობს.
ეხლა ჩვენ თუ მოგვერიდაო რომ ერთი ადამიანის წინაშე ვთქვითო ეს ცოდვებიო მოძღვრის წინაშე ხო უნდა უწრფელად რაც გაწუხებს თქვა თუ იმ ერთი ადამიანის წინაშე მოგვერიდა ამის თქმაო მაშინ მეორედ მოსვლის დროს ყველა ადამიანი გაიგებს იმას რაც ჩვენ გქონდა ცოდვა და აღსარებაში არ კლასელი გაიგებს, მშობელი გაიგებს, მეზობელი თუ მეგობარი თუ სადღაც წრეზე ერთად დადიოდი თუ ყველა ადამიანის წინაშე ცხადი გახდება ცოდვები. რამდენად უფრო მეტად სისწრაფეა, აბა წარმოიდგინეთ ახლა ჩვენი ცოდვები რო ყველა მიცოდეთ. ამიტომ უნდა მოძღვარს უთხრა რაც გაწუხებს და რასაც მოძღვარს ეთქვი, ასე ამბობს უნდა მამა, რასაც მოძღვარს ეთქვი, ის წაიშლება საერთოდ. აი როგორც ოკეანეში რო წაიღო და ერთი კენჭი გადააგდო. იმის ყავს ხო ვეღარ იპოვი მე საჩავარ. ვერ იპოვი. აი ესე იმ ცოდის ყალით გაქრება. ადამიანი ამას ახსარებაში ამბობს. რომ ყველას გვაქვს მიზანიც და შესაძლებლობაც გადარჩენის.